ზეთის კურთხევის საიდუმლო. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დროიდან ზეთი მადლის, სიხარულის, ცხოველმყოფელობის სიმბოლო იყო. ეკლესიის სწავლებით ადამიანში ყველანაირი ავადმყოფობის სათავე ცოდვაა. ცოდვით დაცემის შემდეგ მის ბუნებაში სიკვდილი და ხრწნადობა შემოვიდა და სხეულშიც სხვადასხვა სახის დაავადებები გაჩნდა. ადამიანი დასუსტდა და ამიტომ მას დახმარება და შემწეობა დასჭირდა. მაცხოვარი თავად კურნავდა ადამიანებს სხვადასხვა დაავადებებისგან, როგორც სულიერი, ისე სხეულებრივისგან. სნეულთა შეწევნისთვის უკვე მოციქულთა მოღვაწეობის დროსვე არსებობდა საეკლესიო საიდუმლო, რომელსაც შემდგომში ზეთის კურთხევის საიდუმლო ეწოდა. როდესაც მოციქულებმა მაცხოვრის მიერ მიიღეს ხელმწიფება, ნებისმიერი სენი და უძლურება განეკურნათ, ისინი თავისი მოღვაწეობის დროსვე ზეთს აკურთხებდნენ და წმიდა ნაკურთხ ზეთს ცხებდნენ სნეულ ადამიანებს სხეულის განსაკურნებლად და ცხებდნენ ზეთს მრავალ სნეულს და კურნავდნენ. ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულების შესახებ მოციქული იაკობი საუბრობს თავის ეპისტოლეში. ავადმყოფობს რომელიმე თქვენგანი ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთის ხონუფლის სახელით. რწმენით ლოცვა იხსნის სნეულს და აღადგენს მას უფალი. აშკარაა, რომ ლაპარაკი არა უბრალო ზეთის ცხებაზე, რომელი ტრადიციაც ებრაელებს ჰქონდათ ზეთის ცხებასთან დაკავშირებით, რადგან მასში სამკურნალო თვისებებს ხედავდნენ, არამედ განსაკუთრებულ საეკლესიო საიდუმლოზე, რადგან სამკურნალო თვისება აქ მიეწერება არა ზეთს, არამედ მღვდლების მიერ რწმენით აღსრულებულ ლოცვას. სნეულებზე შვიდგზის ზეთის ცხების წესის აღსრულება პირველ ქრისტიანთა ტრადიციებიდან მომდინარეობს. როდესაც მღვდელი სნეულს ეწვეოდა, 7 დღე ზედიზედ ლოცვებს უკითხავდა და ზეთს ცხებდა. სწორედ ამ ტრადიციიდან დამკვიდრდა შემდგომში 7 გზის ზეთის ცხება. წმინდა გრიგოლ დიოლოგოსის მიერ შედგენილ კურთხევანში მითითებულია, რომ ამ საიდუმლოს აღასრულებს 7 მღვდელი, რომელიც 7 დღის განმავლობაში მიდის სნეულთან, უკითხავს ლოცვებს და ზეთს ცხებს. თანამედროვე კურთხევანში წერია, რომ ეს საიდუმლო 7 მღვდელმსახურმა უნდა აღასრულოს, მაგრამ შეიძლება, რომ ეს მსახურება 2 ან თუნდაც 1 მღვდელმსახურმა აღასრულოს, რადგან ნებისმიერ მღვდელმსახურს ხელი ეწიფება ამ საიდუმლოს სრული სახით აღსრულება. ჩვეულებრივ ეს საიდუმლო სნეული ადამიანის მიერ აღსარების ჩაბარების შემდეგ აღესრულება. წმიდა იოანე დამასკელი სასულიერო პირებს ურჩევდა, რომ 7 გზის ზეთის ცხების აღსრულების წინ ჯერ თავად ეცხოთ ზეთი და მხოლოდ ამის შემდეგ აღესრულებინათ ეს მსახურება. ამ მსახურების ჩატარება შეიძლება წლის ნებისმიერ დროს, თუ კი ადამიანი ავად არის. მაგრამ საზოგადოდ ყველასთვის ეს საიდუმლო ძველი კურთხევანის მიხედვით ტარდება დიდი მარხვის ვნების კვირიაკეში, ხუთშაბათს ან შაბათს. დღევანდელ დღეს ეს საიდუმლო მსახურება სრულდება დიდი მარხვის განმავლობაში რომელიმე დღეს, იმის დამიხედვით, როცა მას ტაძრის წინამძღვარი დაადგენს. ამის მიზეზი თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი დატვირთული ცხოვრების რიტმია, რათა ვინმე არ დარჩეს ამ საიდუმლოს მადლის გარეშე. აქედან გამომდინარე სხვადასხვა ტაძარი სხვადასხვა დროს ატარებს ამ მსახურებას. სასურველია, რომ ყველა მორწმუნემ ყოველწლიურად მიიღოს მონაწილეობა ზეთის კურთხევის საიდუმლოში, რადგან ძნელად თუ მოიძებნება დღეს ადამიანი, რომ სრულიად ჯანმრთელი იყოს და არაფერი აწუხებდეს. აქედან გამომდინარე, ამ საიდუმლოს მიღება შეუძლიათ იმათ, ვინც ხშირი აღმსარებელია, ესე იგი მონანული და მსასოებელია ღვთისა. თუ კი ადამიანს ღვთის რწმენა არ აქვს და გულგრილია ეკლესიისადმი, როგორ შესთხოვს თავის შემოქმედს კურნებას, რადგან ყოველი საიდუმლო, რომელსაც ეკლესია აღასრულებს, თავად უფლის მადლით, მისი მოქმედებით აღსრულდება.